გაგიკვირდებათ და დღეს ისე ხშირად აღარ საუბრობენ ძალზედ მნიშვნელოვან ვენესუელაზე, ძალზედ აქტუალურ საკითხზე, ირანის საკითხზე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს უკრაინაზეც კი ისე ხშირად აღარ საუბრობენ, როგორც საუბრობენ გრენლანდიაზე, იმიტომ რომ ტრამპმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან კვლავ განაახლა საუბრები იმის თაობაზე, რომ გრენლანდია უნდა იყოს რა გინდა რა ფორმით ამერიკის შეერთებული შტატებისა გრენლანდიას ან დაიპყრობს, ესეც კი წასდათ არა მას, არამედ მასთან მოტრიალე პირებს გადაღებეს ამერიკის შეერთებული შტატების სფერებში ეს კუნძული დანიისა, რომელიც თავის დროზე იყო ნორვეგიის, მანამდე კი შემდეგ იყო შვედეთისა და დანიის, ისლანდიელებიც იყვნენ ჩასულები თავის დროზე 10 საუკუნის წინ დაახლოებით იქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გრენლანდიაზე უფრო საუბრობენ ახლა ვიდრე უკრაინაზე მეთქი ამას თუ ვიტყვი მცდარი სულაც არ ვიქნები. დღეს გრენლანდიაზე საუბარი ბევრს გონია რეალურად ტერიტორიების თაობაზე სიგიჟე ან ტერიტორიული სიგიჟე, თითქოს ვიღაცას მართლა უნდა კუნძულის დაპყრობა, ოკუპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახანზე ხშირად რომელიმე მედია საშუალებაში, მეინსტრიმ დასავლურ მედია საშუალებაში მოისმენთ ამ შეფასებას, მაინც დაბეჯითებით გირჩევთ მრავალი მიზეზის გამო, არა დაუჯეროთ, ალბათ არ უნდა დაუჯეროთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ძალუც სასაკვირველია გრენლანდიის აღება 12 წუთში მეთქი ვუტრირებ, მაგრამ მაინც არა დაუჯეროთ სიგიჟეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალით შევა კუნძულ გრენლანდიაზე, დაიპყრობს ნატოს წევრი სახელმწიფოს კუნძულს, ანუ დანიის კუნძულს, რომ ვიცოდეთ, მაინც ეს წარმოუდგენელია ორი სულ მინიმუმ მიზეზის თუ ფაქტორის გამო. პირველი, ამ შემთხვევაში ძალზედ გაიზრდება ალბათობა იმპიჩმენტისა, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტისა და მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშიც არ შედის და დოკუმენტებშიც აქვს დაფიქსირებული ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს რომ ამ შემთხვევაში გაიზრდება ნატოს დაშლის, ნატოს როგორც ერთიანი ორგანიზმის დაშლის საფრთხე შეიქმნება მსოფლიოში და შეერთებული შტატები ამაზე არ წავა. ამიტომ კვლავ მიმეორებ, დღეს გრენლანდიაზე საუბარი ბევრს გონია ტერიტორიული სიგიჟე, თუმცა ავხსნათ, რატომ უნდა შეერთებულ შტატებს გრენლანდიაზე მეტი კონტროლი, ერთი ფაქტორი, ბევრი ფაქტორია, მაგრამ ერთ ფაქტორზე გამახვილოთ ყურადღება და ამავდროულად ევროპელების პოზიციაზეც რასაკვირველია უნდა ვისაუბროთ. ესე არ არის, გრენლანდიას არავინ არ დაიპყრობს, სინამდვილეში არის გრენლანდია ერთგვარი უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, სივრცე, კუნძული, რომელიც ბევრს სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით სჭირდება შეერთებულ შტატებს. და დაგეტყვით რატომაც. ეხლა მე გაჩვენებთ ერთ რუკას თქვენის ნებართვით. თუ ნახე და ვნახავ აუცილებლად. აი ეს არის რუკა ამერიკის ბოდიში. ეხლავე გამექცა ეს რუკა მასობაში, მაგრამ არ აუშავს. ეს არის რუკა ვაშინგტონის მიმართულებით უფრო ზუსტი რომ ვიყო, რუსეთიდან, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების რუკა, გლობუსი ასე ვიტყვი, ან რუკა უფრო ზუსტი რომ ვიყო. კარგად უნდა ავხსნათ, რომ რუსეთი ან ჩინეთი დღეს ბალისტიკურ რაკეტას თუ გაუშვებენ ამერიკის მიმართულებით, ეს ბალისტიკური რაკეტები არ გადაფრინდება ევროპაზე, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ. არ შემოუვლის, ასე მაგ შორი გზიდან არ წავა, არ შემოუვლის აფრიკას, ის წავა უმოკლესი გზით, არქტიკის მიმართულებით. და ამ გზაზე პირველი, ანუ არქტიკის გზაზე პირველი, ვინც ყველაფერს უნდა დაინახოს, ვინც უნდა გააკონტროლოს, არის სწორედაც რომ გრენლანდია, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თუთლად გულახდილები ვიქნებით, განთავსებული ყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები, ანუ აქვს ბაზა, არა აქვს, მაგრამ მეტი გაძლიერება სჭირდება, ეს ბაზა მაინც შედარებით სუსტი, ან არასრულყოფილია, მეთქი ვიტყვი ასე. გრენლანდია შესაბამისად ამერიკისთვის არ არის მხოლოდ კუნძული. გრენლანდია არის, მოდი ასე ვთქვათ, სიგნალიზაცია. ბირთვული ომი თუ დაიწყება იმ შემთხვევაში, ამერიკას ბუნებრივია სჭირდება მეტი სიცოცხლის, მეტი ქალაქის გადარჩენა იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი, პირველ ყოვლისა ალბათ მაინც ასე უნდა ვთქვათ, და რუსეთი მასზე განახორციელებასზე დააპირებენ იერიშის ბირთვული, იერიშის მიტანას. ეს არის რამდენიმე წუთი რეალურად,
რამდენიმე წუთი კი უმნიშვნელოვანესია ამ სიჩქარეებში და რამდენიმე წუთი მნიშვნელოვანია ვაშინგტონის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის იცოცხლებს თუ არა რამდენიმე წუთით იცოცხლებს თუ არა და მოემზადება თუ არა საპასუხო დარტყმებისათვის ვაშინგტონი კონკრეტულად ქალაქი ან ზოგადად ვაშინგტონი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი რომელშიც იღება გადაწყვეტილებებს. ამიტომ გრენლანდიაში დასაკვირველია დგას ბაზა სკანირდება ცა 24/7-ზე, ანუ 24 საათის განმავლობაში, 7 დღის განმავლობაში და ამიტომაც ამბობს შეერთებული შტატები მეორე თუ მესამე თუ მეოთხე მხრივ ეს ადგილი არ შეიძლება იყოს ნეიტრალური, ან არ შეიძლება იყოს იმგვარი, რომელიც სუსტია. დასაკვირველია ეს ასეა. რუსეთს ეს კარგად მესმის, რუსეთსაც სჭირდება გრენლანდია, ჩინეთსაც კარგად ესმის ეს ყველაფერი, ჩინეთსაც სჭირდება გრენლანდია და ამიტომ ცდილობენ ისინი არქტიკაში შეღწევას კვლევებით, ვითომ კვლევებით, ან ნამდვილი კვლევებით, ეკონომიკით, რბილი ძალით, კლიმატზე ზრუნვის რაღაც აკვირდებიან რაღაც პროცესებს და ასე შემდეგ. სინამდვილეში საქმე ერთ რამეშია, ვინ სჭირდება თუ არა რუსეთს გრენლანდია, რომ ამერიკამ ვერ დაინახოს რაკეტები, რომლებიც გადაუფრენ სწორედ არქტიკას, გრენლანდიას ასე ვიტყვი, და რომლებიც მიემართება ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ და აი ტრამპი სწორედ ამას ამბობს, რომ ამის გაკეთება რასაკვირველია არ შეიძლება და ტრამპი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე არის დაინტერესებული გრენლანდიის ყიდვით 700 მილიარდი დასახელდა. დაპყრობით, ამაზეც კი ითქვა კვლავ მიმდევრებ და არც ერთი ეს ყიდვა და არც დაპყრობა მით უმეტეს რასაკვირველია არ შეიძლება რომ იყოს მისასალმებელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას ვერ გაამართლებს ვერც გრენლანდიელი, ვერც დანიელი, ვერც ევროპელი, ვერც ამერიკელი წესით და ასე შემდეგ, ამიტომ კრიტიკოსები ბუნებრივია უშუალოდ რესპუბლიკურ პარტიაშიც გამოუჩნდა ტრამპს რაც შეეხება ევროპის პოზიციას. ევროპისათვის გრენლანდია არ არის რომ ვიცოდეთ უბრალო კუნძული ან სამხედრო ბუფერი, მოდი ასე ვიტყვი. გრენლანდია არის დანიის კონტინენტური ევროპის ნაწილის დანიის სუვერენიტეტის ნაწილი, დანიის ნაწილია ასე ვიტყვი, ნატოს წევრი ქვეყანაა. შესაბამისად ყველაზე დიდი ქვეყანაა გრენლანდიის ჩათვლით. გრენლანდიის ჩათვლით პატარა დანია. ანუ ერთიანად თუ ავიღებთ, ერთიან სივრცეში თუ წარმოვადგენთ და რაც თავარია, იქ ცხოვრობენ ადამიანები და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ადამიანი. ადამიანზე ორიენტირებული სივრცეა მეტწილად ევროპა მოცემულ ეტაპზე და წინა პერიოდშიც, ხო, ბოლო პერიოდია, ასეც არის. ამიტომ ევროპა სწორად ამბობს, სწორად აფასებს, ასე ვიტყვი, გრენლანდია არ შეიძლება იყოს ოკუპაციის ობიექტი. არც იურიდიულად, არც მორალურად, არც პოლიტიკურად, მორალურობას ამ შემთხვევაში შვინიცის და გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვს. და თუ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დაუშვებს ძალის ენის გამოყენებას, ან ძალის გამოყენებას მოკავშირის ამ შემთხვევაში დანიის, ან მოკავშირის ევროპის სივრცის კონტინენტური ევროპის წინააღმდეგ თუ მიმართ, ხვალ ეს დაანგრევს თავად დასავლურ წესრიგს, როგორც ასეთ სწორი ბრძანებაა. რომელზეც ნატო და ევროკავშირი არის აშენებული, დგას, ხო, ფუნდამენტია ეს დასავლური სივრცე, სუსტებული სხვათა შორის ეგ რა მაგის პასუხია რუსეთის პოლიტიკის და ქმედებების გამოისობით, მაგრამ მაინც ეს ერთიანი სივრცე, აი პორტუგალიაც კი ადეკვატური ხდება შეერთებული შტატების სხვათა შორის პოლიტიკის გამო და აქ არის ეს მომენტი, აქ არის ეს უთანხმოების მომენტი, ხო ეს არ არის არჩევანი ამერიკასა და ევროპას შორის, მოდი ასე ვიტყვი, ეს არის არჩევანი ქაოსსა და აი აქ უნდა ევროპული სიტყვა ვიხმარო შეთანხმებას შორის თუ ამგონია რომ ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ემან დრო დაუშვათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალით იღებს გრენლანდიას, დასაკვირველია მას ძალა ეყოფა და 2 ნორვეგიელი და 7 ფრანგი თუ 5 ფრანგი ამას ვერ აღკვეთენ და ვერც ვერავით სულ რომ 5000 ფრანგი იყოს და 2000 ნორვეგიელი ვერ აღკვეთენ, დასაკვირველია და არც შევლენ ამ დაპირისპირებაში ევროპელები, მაგრამ ეს თუ მოხდება ამ შემთხვევაში დასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უნდა გააკრიტიკო, მაგრამ ეს არ მოხდება მეთქი და შეთანხმების გზით სწავლენ მეთქი ამის თქმა მინდა ტრამპს ახასიათებს ეს არის შემტრევა, ძალიან ხმაურიანობა და მერე უკვე როდესაც ყველა გაერკვევა და ყველა დაიწყებს მის კრიტიკას და ასე შემდეგ და გადახედვა საკუთარი პოზიციისათვის მეთქი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ
მაგრამ რაღაცა უფრო ჩარჩოებში თუ სწორე მართებულად ვამბობ, მოქცევა ირანის მაგალითიც ამის ველსაჩინოებაა, თუმცა რასაკვირველია თბილისიდან ასე ჩანს, რომ ირანის წინააღმდეგ მას საჰაერო იერიშები არა მარტო თბილისიდან ჩანს, ეს ყველა ბევრი დემოკრატიული ქვეყანა ან ქვეყნის საზოგადოება სწორედ ასე ინდივიდები ასე ფიქრობენ. რეალობა არის მარტივი, შეერთებულ შტატებს სჭირდება გრენლანდიის უსაფრთხოება რეალურად, ევროპას სჭირდება სუვერენიტეტის დაცვა დანიისა, გრენლანდიას სჭირდება განვითარება და ღირსება და თუ ამერიკელები შევლენ ეგრა მაგის პასუხი ოღონდ შეთანხმებით ღირსებაც შენარჩუნებული იქნება და განვითარებაც იქნება უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაც არ უნდა მოისმინოთ, რაც არ უნდა გული დაგწყდეთ შეერთებული შტატების პოლიტიკოსების განსაკუთრებით ცხადია ტრამპის პოლიტიკაზე განცხადებებზე არ იქნება გრენლანდიის ოკუპაცია, არ იქნება გამოყენებული ძალა და იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებები, ხაზგასმით ვამბობ ამას. შესაბამისად გაძლიერდება გრენლანდია, გაძლიერდება იქ ბაზები, გაძლიერდება თავდაცვა ნატოს ჩარჩოებში რასაკვირველია. გრენლანდია დარჩება იქ სადაც არის, ანუ ვერ გადაიტანენ ვერსად, დანიისა იქნება გრენლანდია, ამასაც ვიტყვი. დასავლეთი იქნება მეტად ინტეგრირებული, მეტად შევა, განსაკუთრებით შეერთებული შტატები ცხადია და აღკვეთენ ან ეცდებიან რომ აღკვეთონ პარპასში, რაზეც ტრამპი საუბრობს, სხვათა შორის, თუმცა სხვა მონაცემებიც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ტურისტების გემით თუ შედის რუსეთიდან გრენლანდიაში დაცვისიც მე არ მჯერა, გულახდილად გეტყვით, ამ ცნობებისა უფრო არ მჯერა, ვიდრე ტრამპის მოსაზრებისა, დიახ, ტურისტი იქნება თუ მორჟი, ხო, ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ, ისინი რასაკვირველი რუსეთის FSB-ს წარმომადგენლები არიან, საგარეო დაზვერვის და სპეცსამსახურების. ხო, გრენლანდია არ იქნება ნადავლი, ამას ვიტყვი ხაზგასმით და იმასაც ვიტყვი, რომ დიდი სახელმწიფო, დიდი სივრცეები, ამ შემთხვევაში დიდი სახელმწიფოები ომს იწყებენ მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებისთვის სივრცე აღარ რჩება და ევროპა ამერიკის ომი ხო საერთოდ წარმოუდგენელია, აქვე უნდა ვთქვათ. ეს ამერიკისა და ევროპის ერთობა, ევროპის გაადეკვატურობის გათვალისწინებით, ჩემი აზრით არის გარდაუვალი და მათ შორის უკრაინის კონტექსტში, რაზეც იშვიათად ვლაპარაკობთ, კი არა, ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში მსოფლიო მოუიშვიათა საუბარს უკრაინაზე, თუმცა რასაკვირველია ამ თემას დაუბრუნდებით, იმიტომ რომ გრენლანდიამ და ირანმა მანამდე და კიდე მანამდე ვენესუელამ თითქოს გადაფარა გრენლანდიის ამბავი, იქ საინტერესო ამბები ეგრა მაგის პასუხია ვენესუელის გარშემო, მოდი ასე ვიტყვი, ჩვენ უბრალოდ ვენესუელა მიგორდება არჩევნებამდე, ადრე იქნება თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან თქვენის ნებართვით. ამას ვიტყვი, ამას ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის ბოლოს შეხვედრები, მათ შორის ვენესუელის ოპოზიციის ლიდერთან, ნობელიან მაჩადოსთან და რომელმაც თავისუფლად გადასცა პრეზიდენტ ტრამპს საკუთარი ნობელის პრემიის სიგელი, ბევრმა ეს დაიწუნა, მაგრამ ამგვარ აქტებსაც პრეზიდენტ ტრამპისთვის, ესოდენ ამბიციური პირისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი გული მოსაბრუნებელია, ასე ვიტყვი და მისი ცალკეული პირების მოსაზრებით და მას გადაწყვეტილება, მას ემოციურ კაც უნდა მიაღებინონ როგორიღაც გადაწყვეტილება ვენესუელასთან და ვენესუელის მომავალთან დაკავშირებით. აღარ მინდა გავხურდი ახლა ვენესუელაზე და იმაზე, როგორ ჩაიტანეს კუბელი ჯარისკაცების ცხედრები ჰავანაში და მცველებისა ნიკოლას მადუროსი, რომლებიც გაანადგურა შეერთებულმა შტატებმა, ესე რომ გავყვე ახლა კიდე 1-13 არა 26-იან 42 წუთის საუბარი მომიწევს და ეს კი ცხადია დამღლელია. გრენლანდიაზე ვილაპარაკოთ კიდევ ერთხელ, ვთქვათ, თავარი, რაც არ უნდა მოხდეს, რომ ვიცოდეთ, რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, მეტი რუსეთის პარპაშს, მეტი ჩინეთის პარპაშს ამ კუნძულის გარშემო რასაკვირველი არავინ დაუშვებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელებიც თავის მხრივ, დანია კონკრეტულად და შეერთებული შტატების თავის მხრივ და პრეზიდენტი ტრამპი კონკრეტულად ადეკვატურად და ერთმანეთის ინტერესების დაუზიანებლად გადაწყვეტენ ამ მნიშვნელოვანი კუნძულის პრობლემას, რომელიც 1 წლის წინ უკვე გვახსოვდა, მაგრამ აი წელიწადნახევრის წინ, როცა ბაიდენი იყო, 2 წელიწადნახევრის წინ, ხო? გრენლანდიას არც არავინ არ ახსენებდა და არ შესაბამისად არ ვიცოდით, თუ ეს ინფორმაცია სწორია და მართალია, რა მოძრაობები ჰქონდა იმპერია რუსეთს, რომელიც რასაკვირველია ცდილობს გაძლიერებას და მრავალ
მრავალ კონტინენტს სხვაგან რო ვერ ახერხებს სამხრეთ ამერიკაში ეს არ ნიშნავს რომ ცდილობას აკლებს სხვაგან და სხვაგან შლეგი ლიდერი პუტინი რომელსაც როგორც ჩანს უნდა დაუპირისპირდეს სწორედ ძალით და არა რბილი თბილი ტკბილი მომთაფლავი პოლიტიკით ამ ძალას აჩვენებს ტრამპი არა იმიტომ რომ მე ტრამპის მომხრე ვარ ახლა ამაზე არ ვისაუბროთ 498 შეცნობას გამოუნახავს კაცი პრეზიდენტ ტრამპს მაგრამ ობიექტურობაც არ უნდა დავკარგოთ გარკვეულ შემთხვევებში ოღონდ გრენლანდია რასაკვირველია ოკუპირებულია ნაყიდი ხო არ უნდა იყიდოს ტრამპმა და მით უმეტეს ოკუპაცია არ უნდა მოახდინოს კუნძულისა ნახვამდის და არც მოახდენს მეთქი ნახვამდის